სასმელი წყლისა და გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება საბავშვო ბაღის აშენება, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და ციტრუსის მიმღების საწარმოს გახსნა. ეს დაპირებები ახალშენის თემის ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მისცა და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პარტიის ლიდერმა ნარგიზ შარაძემ ადგილობრივებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მისი გამარჯვების შემთხვევაში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პირობა დადო. მოქალაქეების განცხადებით თემში სხვადასხვა ყოფითი პრობლემა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან რეაგირებას საჭიროებს. პირველი გაზიფიკაცია ცენტრში მოვიდა ტრუბა, გაჩერდა და ზედახალშენში ვართ. არაფერი არ მოდის. მერე გვინდა ასფალტი, 1 კილომეტრი ასფალტი დაგვრჩა საგები აბესაძიების სახლიდან არ კეთდება. გაგვიგეთოს გაზი, წყალის ტრუბები და არ იქონ ვისაც არ აქვს. წყალი, შუქი და დენი რომ ეს ცხოვრებისთვის საჭიროა და ეს აუცილებელია, ამაზე ლაპარაკი და ამის დაპირებები ხალხს უკვე დიდი ხანია მოწყინდა. ძალიან ბევრი შემოთავაზებები მაქვს ხალხისაგან, უნდათ რომ ახალშენში იყოს მანდარინის მისაღები პუნქტი, იყოს რამე პატარა მინი ქარხანა რომ დასაქმდეს ახალშენის მაცხოვრებელი ხალხი. და რა ვიცი, ასე თანდათან მიყვებით არის ბაღები თითოეულა, მაგრამ შევეცდებით პატარა ბაგაც იყოს.